ბათუმიდან პროფესიონალურ რინგზე უდიდესი გამოსtildeებით ის ტიტულს ბათუმში წასაღება ჩამოვიდა. მოკრივე ბათუმიდან ჯაბა მემიშიში. ლურჯ კუთხეში ის კი ამ ტიტულის მოსაგებად ესპანეთიდან ჩამოვიდა. ფოთის კრივის ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო პროფესიონალურ რინგზე დაუმარცხებელი მებრძოლი ფოთიდან ბეკა ჭუმაბრია. Boxeo por mi abuelo y de hecho llevo su nombre también y empecé cuando tenía 6 años, luego ha muerto y he dejado el boxeo. აპლოდისმენტები მებრძოლებს. ახლა კი რინგზე შემოდის საქართველოს ქამარი და საქართველოს Trying hard now. It's so hard now. Trying hard now. Always ready to make a move, yeah. Always ready and making moves, yeah. Getting strong now. Won't be long now. Getting strong now. Gonna fly now. Flying high now. Gonna fly, fly, fly. აკბოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული კვარტეტის მომღერალი სოლისტი ქალბატონი დარეჯან ჩოჩია შეგვისურვებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს.
კიდევ ერთხელ თქვენი მხურვალე აპლოდისმენტები. მას ასე ძვირფასო კრივის კომაგებო ჩვენი საკრივო დღის უმთავრეს ბრძოლაში მალთაყვის ფოთის გადაჭედილ სანაპიროზე ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან გამორჩეული ქართველი მოკრივეები გავთანდილ ჭუბაბრია ფოთიდან და ჯაბა მემიშიში ბათუმიდან 59 კილოგრამ წონით კატეგორიის კამრისათვის საქართველოს ჩემპიონის კამრისათვის არის ჩამოსული სპეციალურად ავთანდილ ჭუბაბრია მოგეხსენებათ ფოთელი მოკრივე რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს ნაკრებში ასპარეზობის სამოყვარულო კრივში დღესდღეობით ასპარეზობს ესპანეთში აქვს არაერთი გამორჩეული ბრძოლა გამართული დაუმარცხებლად აგრძელებს კარიერას და აპირებს საქართველოს ჩემპიონის ქამარი მოიგოს, თუმცა მის წინააღმდეგ უგამოცდილესი ბათუმელი მებრძოლი ჯაბა მემიშიშია. ის მემიშიში, რომელიც აკვნიდანვე ბრძოლებშია ჩართული, უგამოცდილესი მოკრივე უგამორჩეულესი ბრძოლებით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ნახოთ, ამ ბრძოლაში არ იქნება დანდობა. კოლხურ მიწაზე დიდ კოლხურ დაპირისპირებას ვიხილავთ. და ეგ გაიმარჯვოს ღირსეული. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ქალაქ ფოთის მერის ძალიან აღსანიშნავია სამინისტრო დიდი მოწილე შოუს ორგანიზატორები კი გახლავან საქართველოს პროფესიონალური კრივის ბოქსინგ და ელოდა ფოთელი გულშემატკივარი დიდ საკრივო შოუს ფოთში დაიმსახურა ამ ქალაქმა და აი დღეს ჩვენ მართლაც გრანდიოზული საკრივო შოუს ვართ ნახეთ არაერთი ძალიან მაგარი ბრძოლა და აი კულმინაცია საქართველოს ჩემპიონის კამრისათვის იბრძვიან ავთანდილ ჭუბაბრია და ჯაბა მემიში ეს მხოლოდ პირველი რაუნდია რა თქმა უნდა ცდილება აქვს ორივე მოკრივეს ეცდებიან რომ დაზორონ ერთმანეთი შეისწავლონ გუშინ პრესკონფერენციაზე ითქვა ჭუბაბრიამ თქვა რომ კარგად ყავს შესწავლილი მეტოქეო ხოლო მემიშიშმა უპასუხა რომ რაც შეისწავლე ყველაფერი რინგზე არ დაგხვდება იმიტომ რომ შეცვლილი ტაქტიკით შეცვლილი მოქმედებებით ვაპირებ ბრძოლასო ნახოთ რა იქნება შედეგი ამ ყველაფრის უგამოცდილეს მოკრივეებს ხედავთ რინგზე რა თქმა უნდა ადგილობრივი ფოთელი გულშემატკივრის ფავორიტი ჭუბაბრია თუმცა არც მემიშის საკლია გულშემატკივრები ბათუმიდან შეიძლება ითქვას რომ ორივე მშობლიურ გარემოში გრძნობს თავს
Chuba todo el rato. აქტიურობდა მემიშიში, თუმცა ჭუბაბრიამ კარგი დარტყმა მიაყენა მეტოქეს. ელნელა უფრო და უფრო მოუმატებენ ბიჭი. შეტევაზეა ჭუბაბრია. და თითოეული მოქმედება ჭუბაბრიასი გულში მატყურების ყიჟინის ფონზეა. გასაგებია. აი ეს არის ნამდვილი კრივი, ეს არის ნამდვილი საკრივო საღამო. აქ ფოთში კრივი უყვართ და დიდი იმედი მაქვს რომ ტრადიციად იქცევა პროფესიონალური კრივის საღამოები. აი ამ მართლა დიდი საკრივო ტრადიციების ქალაქში. Tenemos esta salto, Chuba, tranquilo. Vamos ganando bien. Vamos ganando bien, Chuba. Vamos ganando bien. Está perfecto, Chubabria. Salto, venga, poco a poco. Ganamos bien. Estamos entrando en pelea. Ganamos bien, venga. Le pega al pecho, que se agacha con la cabeza, Chuba. Ahí. Ya está. Bien con el látigo, tranquilo. Tranquilo, no tiene nada, tranquilo. Ahí, tranquilo. საინტერესო რაუნდი იყო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ვერაფერს წყვეტს არაფერი არ შეიძლება გასკვნათ. აი ამ ორი რაუნდიდან გამომდინარე ბრძოლა 10 რაუნდი გრძელდება. რა თქმა უნდა არაფერს არ დათმობს ჭუბაბრია, რა თქმა უნდა ზღვაში საბანაოდ არ არის ჩამოსული მემიშიში, ზღვა ბათუმშიც საკმარისად აქვს. ჩაყველა რინგზე არის ჩამოსული და იმართოს ღირსეული. აქტიურობს ჭუბაბრია. წინა ხელით კარგი იყო გასვლითი დარტყმა ჭუბაბრიასი ამ შემთხვევაში. მემიშიში თავის შანსს ელოდება. ძალიან ტექნიკური მებრძოლია ჯაბა მემიშიში. ძალიან დიდი დროა. რაც პროფესიონალური კრევის რინგზე დგას, ეს ფეხსაცურება იყო
გაგრძელდება დაპირისპირება. ცალკე აღნიშნვის ღირსია ავთანდილ ჭუბაბრიას ქარიზმა, ხასიათი. ეს არის მოკრივე, რომელმაც ჯერ ესპანეთში, სადაც ის ცხოვრობს, შეძლო ქართულ დიასპორას გაერთიანება, შეძლო გულშემატკივრის მობილიზება ესპანელების, მათთვის თავის შეყვარება და შემდეგ უკვე საქართველოში ჩვენ ვხედავთ. შეძლო და თავის მშობლიურ ქალაქში იხდენს თავის ოცნებას, თავის გულშემატკივრებს ჩუქნის მორიგ დიდ საკრივო საღამოს. ნამდვილად მისაბაძია ავთანდილ ჭუბაბრია ნებისმიერი პროფესიონალი მოკრივისათვის. და კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პროფესიონალური კრივი, თუ კი გააქვს მოკრივეს, თუ კი ყავს გულშემატკივარი, თუ კი აინტერესებს შენი ბრძოლა და ეს კი უკვე ნოკდაუნი იყო. და წარბი აქ ჯაბა მემიშის დავდავრდა ბრძოლა. ვეღარ აგძელებ ჯაბა მემიშიში ასპარეზობას. ექიმი რიგზეა, სისხლი მოსდის. ჭუბაბრიასაც ნამდვილად ძალიან დიდი სისხლი ჯაბა მემიშის არჩევს კადრებში. ავთანდილ ჭუბაბრია, საქართველოს ჩემპიონი 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საკრივოზე იმი ფოთში შედგა. ეს ჭუბას შოუა, ეს ფოთია. ეს არის პროფესიონალური კრივის დიდი შოუ. პირველ რიგში ჯაბა მემიშიში ახლა იმედია რომ მნიშვნელოვანი არ არის მისი ტრავმა სისხლდენის მიუხედავად. და შემდეგ უკვე ზეიმის დრო. საოცარი აქტიურობა, საოცარი შოუ გულშემატკივრებისგან. ადგა ჯაბა ნამდვილი მეომარია. მარტივად ჯაბა მემიშიში არ ნებდება, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ტრავმა სახეზეა და გასაგებია მისი ვითარება. ავთანდილ ბექა ჭუბაბრია იხდენ საკუთარ ოცნებას ესპანეთიდან სპეციალურად საქართველოს ჩემპიონის გამრისათვის მშობლიურ ქალაქში ჩამოსული მოკრივე დიდ საკრივო შოუზე. ამ საოცარი საღამოსთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, Boxing Group Promotions, ქალაქ ფოთის მერიას და საქართველოს სპორტის სამინისტროს. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი წინ არის. დარწმუნებული ვარ, ქალაქ ფოთში გაგრძელდება დიდი საკრივო შოუები.
ერთი. ამ ბრძოლაში ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა პეტრა ჭუბაბრია. მას გადასცემს დაჯილდოებას ქალაქ ფოთის მერი ბატონი ბექა ვაჭარაძე. Shadows part where I walk, no in my step. Eyes ahead, jaw locked. This path was mine to wreck. You hear that? Yeah. That's your time, and now I feel it. Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion. One moment. I own this ground. შემატკივრობდა საქართველოს გაუმარჯოს. მიყვარხართ ყველანი. კიდევ ერთხელ მხურვალი აპლოდისმენტები მას. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ. ხურვალე გულშემატკივრობისთვის. მადლობას ვუხდით კვლავ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს და სპორტ სამინისტროს. წარმატებულ გამოსვლას. თვალი გვადევნეთ Facebook და Instagram გვერდზე, კრივი სამყარო, სადაც ნახავთ ყველა საინტერესო ინფორმაციას. მომავალ შეხვედრამდე, გეშვიდებით. დღევანდელი დღე და მხოლოდ დასაწყისია ქართული კომაკმა იხილა შესანიშნავი ორთაბრძოლები. ფოთელმა გულშემატკივარმა მიიღო ის რაც დაიმსახურა. შესანიშნავი გულშემატკივრობა. მადლობა ფოთის მერია, სპორტის სამინისტროს, ფოთელ გულშემატკივარს, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირსა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენს. ქართულ კრივს წინ დიდი მომავალი აქვს. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. პროფესიონალური კრივის ბრძოლები გაგრძელდება სექტემბრიდან.